Კაპიტან სალომე, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლელო იმ გაგებით, რომ მას უწევს არა მარტო ოპოზიციურ ფლანგზე არსებული სხვა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგობის მოგერიება, არამედ თავას მისი მხარდამჭერებისაც, როგორც ბატონი იაგოს კვლევაში გამოჩნდა, თითქმის ნახევარი სკეპტიკურად არის განწყობილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიმართ თავად ლელოს მხარდამჭერებშიც. ამას გარკვეული ასახვა ლელოს ლიდერშიპშიც მოყვა გარკვეულწილად. მათ გამოხატეს თავიანთი პოზიციები, მე არ დავიწყებ ხა დეტალურად წარმოჩენას. აი ამ ყველა სიძნელეების და სირთულების გათვალისწინებით ელოდით თუ არა ასეთ რეაქციებს და რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ აი იაგომ თქვა სხვათა შორის, რომ მათი მთავარი ამოცანა იქნება, მათ შორის გახარიასთვისაც, რომ თქვენივე მხარდამჭერების მოტივირება მოხდეს და სრულად მობილიზება არჩევნებში. მადლობთ გიორგი, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ვითარება დღეს ქვეყანაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირიქით დღეს ჩვენ დავადექით ძალიან სწორ და ვფიქრობ, რომ ესე მოტივირებული არ ყოფილვარ დიდი ხანია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ დაგვერწმუნებინა ოპოზიციური სპექტრი ერთიანი ფრონტით ბრძოლის აუცილებლობაში, იმიტომ რომ მან შორის აი ამ დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია და რაც იყო მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებული წინადადება, რომ არ არსებობს არანაირი შანსი, რომ ჩვენ არ დავამარცხოთ ქართული ოცნება თბილისში, რომ თბილისი პირწმინდად წაგებული აქვს ქართულ ოცნებას იმ შემთხვევაში და ეს გაადვილებული იქნებოდა ეს ამოცანა ყველას, რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მათ შორის ჩვენ გვაქვს სარწმუნო ძალიან ინფორმაცია, რომ სწორედ ამის ეშინო და ყველაზე ძალიან ბიძინა ივანიშვილს და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ერთიანობის შექმნის მცდელობაში, რომელიც არ შედგა. ერთიანობა შესაბამისად შესუსტდა პოზიციები ამ მხრივ, რომ გამარჯვების პერსპექტივა სამწუხაროდ და მოვა ოქტომბერიც მოვა და ყველა შედეგები მოვა და უნდა ყველას ახსოვდეს დღეს ვინ რა პოზიციაზეა და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიმაჩნია, რომ ის პარტიები, ეს არის ჩემი განაცხადი, ის პარტიები, ვინც დღეს ამბობენ, რომ თბილისში არ უნდა იბრძოლონ საერთო ფრონტში, გამარჯვების ფორმულას უწყობენ საბოტაჟს. ეს არის ჩემი შეფასება და მოვა დრო და შეგვიძლია შევხედოთ, ასე ვთქვათ, ვითარებას და ვიმსჯელოთ, ვინ რას ამბობდა დღეს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ჩვენ დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ვერ შედგა ეს ერთობა, დღესაც და ყოველთვის ვიტყვით, რომ კარი ღია უნდა იყოს ყოველთვის თანამშრომლობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ერთ რამეს გირჩევთ ამ შემთხვევაში. ამ პარტიების პოზიციები იმდენად მკვეთრია და მკაფიო და ჩამოყალიბებული, არ ამგონია ან თქვენი ენერგია და ან მათი უნდა იხარჯებოდეს მაყურებლისთვისაც და ოპოზიციონერი ამრჩევლისთვისაც ეს უკვე პრობლემას არ მოადგენს. შეიძლება უფრო მეტად ღირდეს ინვესტირება არგუმენტებით, ურთიერთობით მათ მხარდამჭერებთან ურთიერთობაში. აი, ნახე გიორგი, მე ერთი რამე შეიძლება ისინი სულაც არ გემხრობოდნენ თქვენ, მაგრამ რატომაც გქონდეთ განწყობა იმის, რომ შეიძლება არჩევნების დღეს უბრალოდ შევიაროთ 15 წუთი, კი არ მწამს რომ ამით რამე გამოვა და შედეგს, მაგრამ იყოს ეს ერთი ჩემი ხმა, თუ კი ამის პერსპექტივა არსებობს. 23% აჩვენა ბატონი კაჭიშვილის კვლევაში ქართული ოცნების რეიტინგი ამ მომენტისთვის. კი, ნახე ჩვენ ერთი რამე ხანებში და ამასაც მინდა მოვასწროთ, რომ კომენტარის საშუალება მოგცეთ, ეს პროცესები მეეჭვება, რომ რაიმეთი წაადგეს მომავალში ოცნებას. აუცილებლად მე ნახეთ რას ვამბობ, სწორედ ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ შევდივართ, თქვენ რადგან კითხვა დაიწყათ იმით, რომ რთული ვითარება შექმნა, ჩვენ არ შევდივართ პოლემიკაში, ჩვენ ოპოზიცია არ ვართ. მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი რამე მინდა უთხრა, ძალიან ცუდია, როდესაც პროპაგანდისტული მედია ქართული ოცნების ციტირებს ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ჩემი აზრით არის დაზიანება საერთო მიზნების. ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმის გაკეთებას, რაც თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ. პოლიტიკა არსებობს ქვეყანაში ხალხისთვის და ჩვენ პირველ რიგში ამ არჩევნებზე, როდესაც ვთქვით, რომ გავდივართ ამ არჩევნებზე, ვთქვით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ გავდივართ ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავდივართ იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა არ იგრძნოს თავი მიტოვებულად, იმიტომ რომ ეს ხალხი ელოდება, რომ მათ ინტერესებს დაიცავს ვინმე და ეს ვინმე ვერ იქნება ვერავინ გარდა პოლიტიკური პარტიებისა. მე აბსოლუტურად პატივს ვცემ ყველა აზრს,
მათ შორის იგივე აქტიური პროტესტის მონაწილეების, პოლიტპატიმრების, მათი ოჯახების, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკა არის ერთადერთი რამისთვის არსებობს. ემსახუროს ხალხის ინტერესს, მოემსახუროს შეუქმნას ხალხს განცდა, რომ მათ დღის წესრიგზე, მათ პრობლემებზე, მათ შორის უამრავ პრობლემაზე, რომელიც ამ კვლევაშიც გამოისახა, ხო, ასე ვთქვათ, აისახა და ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, მათ შორის რა არის დღეს პრიორიტეტები სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში და ამ ადამიანებთან ჩვენ ვაპირებთ მისვლას ყველა ადამიანთან ვისთანაც შევძლებს და საუბარს არა მხოლოდ იმაზე ადგილობრივი არჩევნები რას ნიშნავს, არამედ საპარლამენტო არჩევნები ვადამდელი რატო გვჭირდება ჩვენ სწრაფად რომ ხელისუფლება შეიცვალოს, იმიტომ რომ დღესაც, როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ კრიზისის დასაძლევად საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიზიარებთ ამას, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებისაც და ამ პოლიტიკურ პროცესში უნდა გამრავლდეს რაოდენობა ადამიანების, ვისაც ამ რეჟიმის დასრულება უნდა და ამისთვის ბრძოლა. კიდევ მოუბრუნდებით ნაწილს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იმ ადამიანებისათვის პარტიებზე არ მაქვს ლაპარაკი, სინდისის პატიმრების მშობლების ოჯახები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ქუჩაში არიან უწყვეტად, პრეტენზიის ძირითად ნაწილი მაინც იმას უკავშირდება, რომ ეს არათანმიმდევრობა, ასე ვთქვათ, არაღიარების ხაზისა, მათი აზრით გამოიხადება თვითმმართველობის არჩევნების შესვლაზე, რომ იმ თამაშის წესების ნაწილი ხდება და ხდება განორმალურება შედარებით სიტუაციის, რამაც შეიძლება დასავლეთის რეაქციების ვექტორი შეცვალოს, ან შეანელოს, რომ თუ ყველაფერი შედარებით ნორმალურადაა, მოდი ჩვენ ხوار შევიკავოთ თავი, ანუ აქ ლეგიტიმაციის თემაც ყოველთვის. ამაზე არაერთხელ გისაუბრიათ, მაგრამ აი მოკლედ, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ ადამიანებს, რომლებიც სრულიად გულწრფელად არიან ამ პროცესში და განიცდიან თავიანთი ოჯახის მდგომარეობას, მათ რას ეთქვით? აი მე მინდა რომ ამ ხალხს უთხრა რომლის წინაშეც მე რაღაც ვიღაცები Facebook-ზე წერენ სოციალურ როგორ უნდა შეხედოთ ამ ადამიანებს თვალებში მე ამ ეთერიდანაც ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს პოლიტპატიმრების ოჯახებთან შეხვედრა და თვალებში შეხედვა მათთვის როგორც ყველა წესიერ ადამიანს უნდა უჭირდეს დღეს რომელსაც არ შეუძლია კონკრეტულად რაღაც შესთავაზოს იმისთვის რომ მათი შვილები სახლში დაბრუნდა ხო იმიტომ რომ ყველას ამოცანა არის ეს და ხედავთ რამხელა ემპათია, თანაგრძნობა მათ მიმართ ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ მე ამ ადამიანებს შემიძლია ვუთხრა იგივე, რაც მithქვამს, რომ ბოიკოტი არ დაეხმარება იმას, რომ მათი შვილები სწრაფად დაბრუნდნენ სახლში. რაც შეეხება დასავლეთის ზეწოლას. მეტიც, მე მიმაჩნია, რომ ბოიკოტში გასვლით ოპოზიციური პარტიები პირიქით აძლიერებენ ხელისუფლების პოზიციას, იმიტომ რომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ დიახ, აი ეს ხელისუფლება, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგავს იმისთვის, რომ ნორმალიზაცია მოხდეს ურთიერთობების დასავლეთთან. ვის უნდა ნორმალიზაცია ურთიერთობების დასავლეთთან? ჩვენ ხომ მოვისმინეთ ამერიკის ელჩის განცხადება და მე მინდა ყურადღება მიექციოს ყველამ, რა თქვა მან მის ინტერვიუში. მან რა თქვა, რომ ჩვენო ძალიან მარტივი ნაბიჯების გადადგმას ვითხოვთო ქართული ოცნებისგანო, იმისთვის, რომ დაიწყოს გადატვირთვა ურთიერთობებისო, რომელსაც არ დგავს ეს ხოჭოს დააზუსტა და ჩამოთვალა კიდეც, რომ თქვა, რომ ამერიკას ნუ გვაგინებთ, თქვენს მტრებად ნუ გნათლავთ, ამით დაიწყო. ანუ ძალიან მარტივი, აქ არ იყო საუბარი ახალ არჩევნებზე. ძალიან გაუბრაზდებოდი ეს, რომ დაეკმაყოფილებინა და მე ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ესეც არ გააკეთეს. ჩვენ პირიქით უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ საკმარისი თხოვს კი დღეს, მაგალითად ამერიკის მაქვს პრეტენზიები შეერთებული შტატების მიმართ. იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნები და აი ამ მიმართულებით წნეხის შექმნაზე ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მაგრამ მათი შეკითხვა არის მარტივი და თქვენ როგორ აპირებთ ბრძოლას? აქ ცალსახად შემიძლია ვთქვა, მე არ მოვატყუებ საზოგადოებას, რომ ვინმე როგორც მართლა რაღაც ქართული ოცნება ატყუებს, ხო ხალხს ხო ნახეთ მათი შეფასებები, რომ ეხლა deep state-მა მისცა მითითება, ესე იგი, ორ პარტიას რომ მიიღოს მონაწილეობა და ორმა არ მიიღოს და რაღაც სისულელეს პროპაგანდას ავრცელებენ. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გვეტყვის ჩვენ როგორ უნდა ვიბრძოლოთ, ხო? ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენგან ელოდებიან პოლიტიკური პროცესის შექმნას, რომელიც წნეხს გაზრდის ხელისუფლებაზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა უფრო დიდ წნეხს შექმნის ამ ხელისუფლებაზე ქვეყნის შიგნით და ეს პირიქით დაგვეხმარება გარედანაც წნეხის გაზრდაში და ბოიკოტი ჩვენი აზრით პირიქით შეამცირებს ნიჰილიზმისკენ წაიყვანს სიტუაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამიტომ არის რომ ჩვენ ვირჩევთ ბრძოლის ამ გზას, მომავალი აჩვენებს მე ვფიქრობ რომ ჩვენ რაღაც მონაწილეობა ვის უნდა, ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ გადანაწილდება ამ მომრჩევლის განწყობა, ამას ჩვენ ნახავთ რეალურად ოქტომბერში. ორი კონკრეტული შეკითხვა მაქვს თქვენთან. პირველი უკავშირდება უშუალოდ ლელოს ამომრჩევლების მოტივირებას, რომ ის მეორე ნახევარი მაინც აქტიურად მოვიდეს. პირველს აღარ ჭირდება. მაშინ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ესეც სერიოზული დარტყმებია თავად ოპოზიციურ ფლანგიდან და ლიდერებშიც ამ მხრივ იყო განსხვავებული აზრები. მათ შორის თუნდაც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სახით, ხო? თბილისზე, იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მე ეჭვმა ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენ სტრატეგიაში თბილისი იქნება მთავარი სამიზნე, იმიტომ რომ ყველაზე უკეთესი პოზიციები არის. იმ პირობებში თუ კი ბატონი მამუკა და ბატონი ბადრი ჩარჩნენ ციხეში, აქაც მაინტერესებს შეიძლება ჩარჩნენ თუ ელით რო ყაველაშვილი მაინც მიიღებს ახლა ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა რომ მათ ცალსახად თქვეს რომ არანაირ შეწყალებას თხოვნას არ დაწერენ და საერთოდ არ აღიარებენ და საერთოდ ვინ არის ეკაციო მაგრამ ყაველაშვილმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება მოაწეროს ხელი და უბრალოდ ციხის კარი უნდა გაუღონ მათ მაშინ რა ხდება და თუ არ გამოდიან გარეთ და რჩებიან მამუკას და ბადრის ავტორიტეტის როგორც პარტიის ლიდერების მნიშვნელოვანი ავტორიტეტის და ზეგავლენის გარეშე როგორ ფიქრობთ ლელოსავე მხარდამჭერების მოტივირებას ნუ ლიდერებს ხო ამიტომ იჭერენ რომ გაართულონ ცხოვრება პოლიტიკური ამიტომ როდესაც გვეკითხებოდნენ და აი რას იცავ თუ დაიჭერენ თქვენს ლიდერებს რა ვიცი თუ ჩვენ გვჯერა რომ არჩევნებზე ბრძოლა ეს არის ბრძოლის სწორი გზა და ლიდერების დაჭერით უნდა ჩვენი განეიტრალება, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მივეცით ამ რეჟიმს და სწორედ ამიტომ დააპატიმრეს მამუკა და ბადრი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ, იმიტომ რომ მე ერთი რამ მინდა საზოგადოებას ძალიან გულწრფელად ვუთხრა. ბოიკოტი არის ბევრად მარტივი არჩევანი. ბევრად მარტივი არჩევანი არის ამ ვითარებაში, ვიდრე ამ ბრძოლაში შესვლა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ბრძოლის სწორი გზა არის არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ ვერანაირი ზეწოლით, მათ შორის დაპატიმრებით ჩვენი ლიდერების ჩვენ რო ვერ შეგვაჩერებენ, ეს ჩვენ გავხადეთ ძალიან ნათელი. ეხლა ბიძინა ივანიშვილი და სუსი როგორ მოიქცევიან მაშინ, როდესაც ჩვენ ნახეთ ხო ეს ხო იყო ძალიან ნათელი გათვლა იყო, როდესაც ჩვენ დაგეგმილი ვქონდა ღონისძიება განცხადებასთან დაკავშირებით და წინა საღამოს Facebook-ს პოსტი გამოქვეყნდა ყაველაშვილის გასაგები იყო რომ ეს იყო საინფორმაციო ტექნოლოგიური ეგრეთ წოდებული ოპერაცია ხო რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჩატარდა და არ იმუშავა ამან იმიტომ რომ ჩვენ რისიც გვჯერა და რაღაც გზას რო განსაზღვრავ შენ თუ ახლა მიეცი შანსი რომ ქართულ მოსნებამ თავისი ან დაჭერით ან რაღაცა საინფორმაციო манипуляციებით ან გამოშვებით შეგიშალოს ხელი შენ გზაზე სიარულით მაშინ ვერ მიხვალ ვერაზროს დანიშნულების წერტილში ან ამიტომ მე არ ვიცი მე არ ვიცი რას გააკეთებს ივანიშვილი მე ვიცი რომ ჩვენ ავირჩიეთ ბრძოლის ეს გზა მე ვიცი რომ ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ გამოწვევებს მაგრამ ასევე ვერ ხედავთ სხვა ალტერნატივას და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ვინსაც უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რომ შედიხარ და მე მაქვს მოლოდინი რომ ამ სიას კიდე დაემატება ერთი ან ორი პარტია მათ შორის სხვა შორის ველი და ანა დორლიძის პარტია ხალხის გადაწყვეტილებას მეხედველობაში მაქვს პოლიტიკური სუბიექტები რომელთაც გარკვეული ელექტორალური საყრდენი გააჩნიათ ეხლა ისე კიდე ვინ სად რა გაჩნდება ეგ არ ვიცით აწირო გაჩნდება პარტია ეს გასაგებია რომ არასერიოზული შეიძლება იყოს მაგრამ ვინ აი გახარია და თქვენ ხო ბარიერ გადალახული ორი პარტია ამ კვლევებშიც აჩვენებს რომ დაახლოებით თანაბრად ხართ და თქვენი გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ტიპის სინერგია იყოს ოცნებასთან დაპირისპირების პირობებში. გახარიამ თქვა ჩემთან ეთერში პარასკევს რომ ის აუცილებლად მიიჩნევს კოორდინაციას ლელოსთან საერთო კანდიდატ არა მარტო ლელოსთან სხვებთან ერთად საერთო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით. წამზომი უკვე ჩართულია კალენდარული მხედველობაში მაქვს. რას ფიქრობთ ამ მხრივ როდის აპირებთ აქტიური კონსულტაციების დაწყებას? ჩვენ იცით რა შეიძლება ითქვას რომ დრო ნამდვილად ძალიან ბევრი დავკარგეთ სამწუხაროდ და დრო დასაკარგი აღარ არის. ჩვენ მიგვაჩნია რომ ამ ბრძოლაში უნდა ვისაც მიაჩნია სწორი ეს გზა დაპირისპირების ძალიან რთული დაპირისპირების რეჟიმთან არჩევნების გზაზე
ყველასთან თანამშრომლობისთვის ჩვენ ვრჩებით ღია და ეს კარი არის გახსნილი, მაგრამ მე გეთანხმებით, რომ სწრაფად უნდა მოხდეს ჩამოყალიბება, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ პატივს ვცემ ყველას პოზიციას, ვინც განაცხადა, რომ ბოიკოტი არის, ასე ვთქვათ, არჩევანი, დღეს ვნახეთ განაცხადი, რომ მარში უნდა გაიმართოს 19-ში უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, ძალიან კარგი, ჩვენ ყველა მარში ძალიან აქტიურად მონაწილეობდით და ლელო წინა ხაზზე იყო და იქნება პროტესტის, მაგრამ საქართველოს გასათავისუფლებლად ამ რეჟიმისგან ჩვენ ამ ბრძოლის ბევრად გაფართოვება გვჭირდება ამ პოლიტიკური ბრძოლის, ვიდრე არის მარში თბილისის ცენტრში და საარჩევნო პროცესი ჩვენ ამის შანსს გვაძლევს და ამიტომ არის სწორედ რომ ჩვენ ახლა ყველაზე უფრო რაც გვეჩქარება, როგორ ფორმატშიც ეს არ უნდა იყოს, ეს არის კამპანიურ, ასე ვთქვათ, კამპანიური არა ბრძოლის, მე ვიტყოდი, აი ამ ბრძოლის გაფართოვების, ასე ვთქვათ, აქტივობების სწრაფად დაგეგმვა და განხორციელება და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ყოველდღე.